აა და ნუ პირველი ესე იგი რაც გავაკეთეთ არის Vision Transformers მოვიხილავთ, რა მოდულები არის, მეორე არის რომ დავწერთ ამას torch-ში და მესამე იქნება რომ რატო არის, ასე ვთქვათ, Transformers რატო ვიყენებთ Vision-ში. გამარჯობა, ისმის ჩემი. გამარჯობა. და მესამე არის რომ საბოლოოდ ესე იგი რატომ არის მაგარი რომ Vision Transformer-ში შეგვიძლია სურათები შევუშვათ და ისიც იგივენაირად ტოკენებად იყოს როგორც სხვა ტექსტი. ხო, paper-ი რაც მოცემული ქონდა თვითონ ასე ვთქვათ ლექციის description-ში იყო ეს paper-ი, რაც არის images worth 16 by 16 images worth 16 by 16 words. ანუ რას ვაკეთებთ არის რომ ვცდილობთ რომ ტრანსფორმერი ავაგოთ სურათებს. ეხლა ტექსტს აკითხავს რა თქმა უნდა არ დავიწყებ. დავარ ასე ვთქვათ სურათს განახებ, რაც არის ეს. ესე იგი, ნუ ხო აქეთ აღწერა არის თან ერთ-ერთი ლეიერის და აქ არის იგი სურათი როგორ გადაყვავს ტოკენებად. ანუ რა წარმოვიდგინოთ რას ვაკეთებთ ესე იგი ფაქტობრივად რო გვაქვს სურათი, პატარა-პატარა ფეჩებად ყოფთ ამ სურათს და ფაქტობრივად flatten-ს უკეთებთ. ანუ სურათებიდან ხდება პატარ-პატარა ნაწილების ამოჭრა, მისი embedding-ი და შემდეგ ჩვეულებრივი ტრანსფორმერის ლეიერი არის. ანუ კონცეპტუალურად რო შევადაროთ ტექსტის ტოკენები და ტექსტი კი არა, ჩვეულებრივი ტრანსფორმერი და Vision Transformer-ი ერთადერთი ასე ვთქვათ განსხვავება არის ეს პირველი ნაწილი. აი როგორ გადავიყვანოთ სურათი ტოკენებად. ანუ როგორც ტექსტში მაგალითად ტოკენიზაციას როგორ ვაკეთებ, რაღაც თავისი მიდგომა აქვს, ისე აქვს Vision Transformer-ებში სურათი როგორ გადაყვავს თითოეულ ტოკენებად, აქაც ეს მიდგომა არის. ესე იგი სურათს ვიღებთ, ვიყრით რაღაც გარკვეულ ფეჩებად, ან ფეჩ საიზი ცალ-ცალკე მითითებადი არის, როდესაც ამას ვატრენინგებთ. და ნუ ცალ-ცალკე ფეჩები ესე embedding-ს ვაკეთებთ და უბრალოდ ტოკენები არის და შემდეგ ჩვეულებრივი ტრანსფორმერი არის, არაფერი განსაკუთრებული. ეს ასე ვთქვათ კონცეპტუალურ დონეზე თუ არის გასაგები, რა ხდება აქ. იგი გასაგებია. ოკეი, შვენიერი. აი, მაშინ ხო და ნუ აქეთ რა არის არჩევნები, რომ ესე იგი ფეჩები როდესაც გვაქვს ტოკენებად, შემდეგ არის ნორმალიზაციის ლეიერი, multi-head attention-ი, residual connection-ი, ნორმალიზაცია MLP და ისე residual connection-ი და ეს LGR. ამდენ ლეიერი თუ იქნება endanger მეორდება ეს. კაი. ეს თუ გასაგებია. მოედავწყოთ იმპლემენტაცია მაშინ. რა მეკითხვა ხომ არ გაქვთ სანამ იმპლემენტაცია გადავა. კაი, კითხვები არ გვაქვს. მაშინ მოდი დავიწყოთ, ესე იგი, თავიდან შევქმნი ვერმის. ან ვარ, так, ოკეი. ხო, package manager-ად UI-ს თუ გამოიყენებთ, კაია. ზოგადად უფრო ჩქარი არის ვიდრე ჩვეულებრივი ბიბლი. კაი, torch-ს დავჭირდება მარტო, torch-ის გარდა torch vision-ი წავჭირდება ჯერჯერობით, მაგრამ მე შეიძლება ტრენინგისას დავჭირდეს. კაი, torch-ს შევიწერეთ, მოდი გავტესტოთ, რომ არის torch-ის ინიციალიზაცია მოქმედებს, რაღაც პატარა random tensor-ი შევქმნათ, მოდი MPS-ი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ხა ასე ვთქვათ, კუდაზე არ მაქვს access-ი. და Mac-ის GPU-ზე ვამუშავოთ. კაი, გავტესტე ეს თუ კაი არა, ესე იგი torch ინსტალაცია ნორმალურია, კაი რა უნდა, NumPy არ გვაქვს, კაი NumPy აქვს. ეს ახლა როგორ გავაკეთე ისე რომ ეს ჩემთვის დაიცა, კონიეს. ოკეი. ოკეი, ესე იგი ჩვენ მივყვებით ამ დიაგრამას ფაქტობრივად. იმპლემენტაციის დროს. კაი, პირველ რიგში რას ვაკეთებთ? პირველ რიგში გვჭირდება ჩვენი input-ი, ხო?
input-ი რა არის ჩვენი ჩვეულებრივი სურათი. სურათის შემთხვევაში მოდი ავიღოთ ვთქვათ 3 224 224-ზე. ალბათ წინა ლექციებიდან გახსოვთ, რომ სურათს აქვს height, აქვს width და აქვს channel-ების dimension. Channel-ების dimension, იმიტომ რომ RGB სურათებზე ვატარებთ და თითოეული არის J-ის და B-ისთვის ცალსაკე channel-ი გვაქვს ჩვენ სურათში. ხო, ეს არის ჩვენი input-ი. თუ თქვათ გვინდა, შეგვიძლია batch-ს დავუმატოთ, რომ თქვათ ორი სურათი ერთად დავამუშავოთ და არა თქვათ ცალსაკე. კაი, და მოდი ეს იყოს main-ში ჩავაგდოთ ეს ასე თქვათ. რა, ამის ინიციალიზაცია იყოს main-ში. კაი, მოდი ახლა დავიწყოთ. ჩვენ როგორ წარმოვიდგენია ეს, ხო? ჩვენ გვჭირდება კლასი, რომელსაც ერქმევა თქვათ vision transformer. Class vision transformer-ი დავარქვათ ამას. ესე იგი, ეს კლასი რა იქნება? ეს კლასი იქნება ის მოდელი, რომელსაც დავაინიციალიზებთ, რომ ჩვენი სურათი გავუშვათ და ყველა ასე ვთქვათ სხვა ბლოკი მე ამ ტრანსფორმერში გაერთიანდება. ეს LN module-ი გვჭირდება. ამის subclass-ი რა იყოს, იმიტომ რომ დოგები და ასე ვთქვათ რაღაცა მოგემუშავოს ჩვენს მოდულებზე. კაი, ჯერ პირველ რიგში მოდი დავტოვებ input swap-ებს და მე ნელა დავამატოთ. ახლა რომ შევხედავთ მარჯვენა ასე ვთქვათ სურათს, თავარი რაღაცები გვჭირდება და მოდი ჩამოწეროთ რა მოდულები დაგვჭირდება აქ. პირველი იქნება patch embedder-ი, ხო? ანუ რაღაცა გვჭირდება მოდული, რომელიც ამას აიღებს, ამ ჩვენ სურათს მიიღებს და ფაქტობრივად გადააკეთებს ტოკენებად embedding სივრცეში. Okay, patch embedding ჯერ არ ვიცი რა არის, ასე რომ მოდი მივაჭროთ უბრალოდ. Patch embedding-ის შემდეგ, ესე იგი, უკვე გვაქვს ტოკენები. მერე გვაქვს linear projection. Okay, მოდი დავარქვათ ამას, რა ვიცი. Forge დავარქვათ. Projection-ისთვის class embedding-იც გვაქვს, მერე და მოკლედ ჯერ გარკვინდა, მოდი. შემდეგ გვაქვს transformer-ის encoder. Transformer encoder. მაგალითად. და ჩვენი ხო, კითხვა ხო არ არის. Okay, კითხვა. ხო, და ნუ გვაქვს ჩვენი forward-ი, რომელიც ასე ვთქვათ იღებს სურათს, რომელიც არის torch tensor-ი და output-ი აქვს ასევე torch tensor-ი. კაი, მოდი პირველ რიგში დავიწყოთ patch embedding-ის იმპლემენტაცია. Patch embedding-ი რა არის? იგი patch embedding-ი არის უბრალოდ სურათები გვინდა დავყოთ და ეს სურათები ტოკენებად გადავაქცევთ embedding სივრცეში. ამისთვის თქვენი აზრით რა მოდული შეგვიძლია გამოვიყენოთ ან რა ოპერაცია? ერთი ვარიანტი არის, ასე ვთქვათ, არაეფექტიანი, რომ patch size-ი გვაქვს, ვთქვათ 16 და 16 for loop-ით ავიღოთ ალსაკე 16-ები, ამოვწეროთ და რაღაც ლისტში ჩავყაროთ და მე ამ თითოეულ patch-ს გავუკეთოთ embedding-ში. მაგრამ აი რომელი ოპერაცია შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ გაპარალელურდეს ეს. კონვოლუციაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს კი ხო? იმიტომ რომ კონვოლუცია რას აკეთებს? ხო, ზუსტად ეს რაღაცას აკეთებს, რომ ჩვენი კონვოლუცია მოძრაობს სურათზე და რამხელა kernel size-საც მივუთითებთ, იმხელა patch-ებს ასე ვთქვათ. PyTorch-ს აქვს NN unfold და შეგვიძლია გვიხმაროთ ხო patch-ებად რომ დავყოთ. LN unfold-ი და იცი უნდა ნახო ასე აკეთებს. Kernel size-ი უნდა მიცე და stride და 16 რომ მიცეთ ეგ არის. Sliding local blocks from a patch და ხო. Okay, კი ანუ ეს internal კონვოლუციას იძახებს და unfold. ეს კონვოლუციის ერთი განსხვავება.
ხო, unfold-ი ცალკე არ გამოგვადგება, იმიტომ რომ embedding სივრცეში თქვი რომ გადავიყვანოთ, ხო? გადავთ. სადაფიქრე. თოგვაკი. ხო, ანუ unfold-ი რას აკეთებს, რომ ანუ უბრალოდ ამახსაირებს და თალსაკე ეს ერთი დეტენსორად გაერთიანებს, მაგრამ ჩვენ გვინდა ამავდროულად embedding dimension-ში გადავიყვანოთ, ხო? იმიტომ რომ ანუ transformer-ში როგორ არის, ხო? თითოეულ tokens აქვს თავისი embedding dimension. ეგ გასავთ, transformer-ი გასავთ მიახლოებით. როგორ მუშაობს? ანუ 16 ფაჩებს რო დავაფლათენებთ, ეგ არ გვაძლევს embedding dimensions. 3 გამრავლებული 16-ზე გამრავლებული 16-ზე ეგ ხო ის არის 768. 3-16-16-ზე unfolds რო გავაკეთებთ, ანუ embedding dimension ჩვენ გვინდა ისიც რაღაცა, ანუ ეგ არის უბრალოდ RGB გაშლილი, ასე ვთქვათ. ანუ ჩვენ თითოეულ pixel-ზე არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ 16-16-ჯერ გადავიყვანოთ embedding 16-16-ის 3-ჯერ გადავიყვანოთ ერთი embedding dimension-ში. ანუ ჩვენ რა ოპერაცია გვინდა, ხო? რომ წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს სურათი 16-16-ზე. ჩვენ აქედან უნდა მივიღოთ რა shape embedding dimension, ხო? ანუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? ესე იგი, აქ შეგვიძლია რომ ავიღოთ მაგალითად, ნუ A ტენზორი დავარქვათ. flatten რო გავუკვეთოთ და ნუ ამისი shape-ი ამ შემთხვევაში იქნება 316-16-ან დაიცარი. 360, ხო? 360. და ნუ მე რა თქვა ერთი dimension-ი დავუმატოთ, ეს არის, მაგრამ ამით რას ვაკეთებთ, რომ უბრალოდ RGB-ს ის გავშალეთ, ხო? მაგრამ ჩვენ გვინდა რაღაცა embedding გავუკეთოთ ამას და არა უბრალოდ გავშალოთ. იმიტომ რომ ანუ აი თუნდაც აქ დავაკვირდეთ, საკმაოდ ბევრი პიქსელი არის, რომელიც ბევრს არ გვეუბნება. და ამას learned positional encoding-ი რომ მოვდოთ, არ მოგცემს embedding-ებს. მოგცემს, embedding-ებს როგორ არ მოგცემს, კი, მაგრამ რამდენად კარგად იმუშავებს, ეგ გასტესტი არის. Okay. ანუ იმას რა ესე შესაძლებელია, როგორ უბრალოდ ესე არაფერს არ გამიშლია, რომ თქვა თითოეული პიქსელი დავშალოთ, ოღონდ თითოეული პიქსელის RGB-ც ცალსაკე ის რა იყოს და embedding dimension-ში. ეს არ ვიცი, რა საინტერესო არის ამისიც და რამდენად კარგად იმუშავებს. ხო, მაგრამ ზოგადად ახლა როგორც აკეთებენ, არის კონვოლუციას აკეთებენ. in channels-ი გვაქვს 3, იმიტომ რომ გვაქვს 3 RGB dimension-ი, out channels-ი გვაქვს ამ შემთხვევაში out channels-ი არის embedding dimension-ი და მოდი ესეც დავამატოთ ჩვენს კლასში. embedding dimension-ი იყოს ამის. kernel size იქნება ამ შემთხვევაში patch size-ი, ანუ რამხელა patch-ი გვინდა ავიღოთ. patch size-ი, ესეც ინტია. ესეც ინტია. და stride-ი, ხო? stride-ი რა არის? ეგ ჩვენ არ გვინდა რომ ერთი კონვოლუცია იყოს ერთ patch-ზე და მე ერთით გადაინაცვლოთ მარტო ხო ერთ პიქსელი ჩვენ გვინდა რომ 16-16-ზე მე 16-ით გადახდეს და ან შემდეგი patch-ი აიღოს. ასე რომ stride-ის გვჭირდება patch size-ის. ეს თუ გასაგები არის. გასაგებია, უბრალოდ in channels ერთი n-ი გიწერიათ. მადლობა. ხო, ანუ ფაქტობრივად რა გავაკეთეთ ახლა ამ კონვოლუციით, რომ ავიღეთ ეს სურათი. კონვოლუცია როგორ არის, ხო, დასრიალებს სურათზე. უბრალოდ სრიალისთან სწორად ნახეთ, რომ ეს პირველზე იყოს, მე patch size-ით გადახდეს, რომ თითო patch-ი embedding გააკეთოს. და ახლა ამის ასე ვთქვათ ვიზუალიზაცია რო გავაკეთოთ, ან მე ზოგადად მიყვარს, როდესაც ეს neural network-ებზე ვწერ, shape-ებით ფიქრი. და შეიძლება თქვენს გამოგვადგეთ. ანუ რა shapes გვაძლევს ეს ოპერაცია, მას შემდეგ რაც ამას გავაკეთეთ. embedding dimension იყო 768, patch size იყო 16 მაგალითად. და მოდი გავატაროთ, მოდი ჯერ ოპერალი დავწერთ. და შევხედოთ shapes, ჯერში თუ გაივისებთ. Can design module, super დამოწდა.
რა ერორი არის? დამეხმარეთ. ესეთ ერორს მიიღებდი. device-ი აგვერია, ხო? კი. მოდელი უნდა გადავიყვანოთ device-ზე, როდესაც input-ი წინ device-ი გვაქვს. ხო, ოკეი. ანუ რაღაც shape მოგწა ესე იგი. ესე იგი ჩვენ სადავით. ამის shape, ხო. ესე იგი, ჩვენი shape იყო 2 3 224 224-ზე და ფაქტობრივად დაგვიყვანა 2 770 14 14-ზე. 14 14-ზე რა არის ამ შემთხვევაში? embedding-ის რეზოლუცია, ხო? მაგრამ რას ნიშნავს სემანტიკურად არ ვარ დაწუნებული. 14 14-ზე არ არის embedding-ის რეზოლუცია, embedding-ის dimension-ი არის 770. patch-ის ის არ არის? რა არის? patch-ების რაოდენობა. კი, ზუსტად. 14 არის რამდენი patch წვექნება 224 224-ზე, რო ავიღოთ და 16 patch size-ით გადავუყვეთ ამ ჩვენ სურათს. ეს რომ დაავალიდოთ, პატარა ტესტი შეგვიძლია გავაკეთოთ, 16-16-ის სურათი ავიღოთ და ვნახოთ რა ერთ-ერთზე უნდა მოხდეს ტესტ ბოლოს კი ბატონო. ანუ 224 224-ზე height და width ტენზორი სურათი როცა ავიღეთ და patch embedder-ში გავატარეთ, მოგცა რა shape, ხო? 14 ასე იგი order embedding dimension-ი height გაყოფილი patch size-ზე და width გაყოფილი patch size. ეს გასაგებია, ხო? ესე იგი, გქონდა 2 3 height და width. აი გადავიდეთ. ეს გასაგებია, ხო, რატომაც მოგცა ეს? ოკეი. კაი. მოდი ახლა, ასე იგი ფაქტობრივად გვაქვს რა. გვაქვს twin token-ები, უბრალოდ token-ები არის 4D dimension. Transformer-ებში რა shape-ი გვაქვს? twin tensor-ის რამდენი dimension-იანი tensor-ი გვაქვს? 3 dimension-ია, ხო? გვაქვს patch-ი, გვაქვს embedding dimension და გვაქვს sequence length. ასე იგი ფაქტობრივად ეს height და width-ი გაყოფილი patch size, ეს არის sequence length-ი, უბრალოდ ცალსაკი dimension-ში ჩაკვერი. ახლა ჩვენ რა გვინდა, რომ ჩვენ გვინდა flatten-ი გავუკეთოთ, ესე იგი 4D ტენზორიდან მივიღოთ 3D ტენზორი. 4D ტენზორი რომელიც არის ეს. მივიღოთ 3D ტენზორი, რომელიც იქნება patch, sequence length და embedding dimension. ეს როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა? მოდი ავთიარ და ვაკეთებ ამას. ვაკოთ embed. და fix ვაკოთ, მოდი fix. ხო, ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ აქ? ჩვენი shape არის ეს. როგორ შეგვიძლია ეს shape-ი, რა ოპერაციით შეგვიძლია ეს shape-ი გადავაქციოთ patch, sequence length, embedding dimension-ად. შეგვიძლია ბოლო 2 dimension-ი დავაფლატენოთ და მე transpose-ი ვქნათ, ხო? კი. Flatten-ი შეგვიძლია გავუკეთოთ, flatten-ი იღებს start teams და out teams, start team-ი არის 0 1 2 მეორე dimension-ი და end team-ი არის კონი -1 ნითება შეიძლება თუ ვამცდები. მაგრამ მოდი ნახოთ. out is not. ორი 768 16-ზე, ესე იგი კი ბატონო, flatten-ს იმუშავა და საბოლოოდ რა გვინდათ, გვჭირდება ბოლო 2 dimension-ის transpose. შეგვიძლია AMT-ით გავაკეთოთ, რაც არის matrix transpose. ან შეგვიძლია თუ თქვათ, ძველი ის უფრო მოგწონთ -1 და -2. ნუ მე MT უფრო მოგწონს, იმიტომ უფრო ნაკლები ჰექტარი არის. კაი, ახლა გვაქვს ჩვეულებრივი რა არის ეს? Patch, sequence length, embedding dimension, ხო?
ან ფაქტორია ტრანსფორმერი გვაქვს. ტრანსფორმერის shape-ი გვაქვს, ტრანსფორმერის input-ი. რომ ტექსტი კონდეს და ტექსტის ტოკენიზაცია გავაკეთოთ, ზუსტად იგივე input-ი გვექნებოდა ტექსტშიც. ანუ ფაქტორია რა გამოდის, რომ trends ან computer vision-ში რო შევადაროთ NLP-ს, ტრანსფორმერს რადგან ვიყენებთ, ფაქტორია გვაქვს ერთი და იგივე სახის ტენზორები. ერთადერთი ლეიერი არის განსხვავება. ხო? აი, ხოდა მაშინ ახლა გადავიდეთ თვითონ ტრანსფორმერის იმპლემენტაციაზე, რაც ჩვეულებრივი ტრანსფორმერისგან განსხვავებით, არანაირი განსხვავება არ იქნება რა. აი ჩვენ რო ვაკეთებთ მაგალითად encoder only მოდელის იმპლემენტაციას ტრანსფორმერის ხრივ ტექსტებში ზუსტად იგივე იმპლემენტაცია იქნება და აი ამ ორის გამოკლებით. და ნუ ტოკენიზაცია რო იყოს ტექსტის დასწრში. კაი. აქამდე გასაგებია? ოკეი. ხო. ახლა გავაკეთოთ linear projection. Linear projection-ი რა მოდულით ხდება? თუ გახსოვთ. NN linear-ით ხო? კი. In features რა იქნება? აქ embedding-ის ზომა იქნება წესით. როგორ რა იქნება? Embedding-ის ზომა 768. კი ბატონო, alt features, შეგვიძლია რა embedding dimension გავაკეთოთ. ნუ ეს გააჩნია, თქვა რამხელა. აქ შეიძლება ის იყოს, რომ თუ თქვათ ჩვენ გვინდა რომ ტექსტის ტოკენები და სურათის ტოკენები ერთად კონდეს მერე კონკრეტულ წერო გავაკეთოთ. შეიძლება აქ ის გავაკეთოთ, რომ ზუსტად იგივე embedding dimension-ში გადავიყვანოთ, რაც ტექსტის ტოკენებს აქვს, რომ მერე კონკატენაცია შევძლოთ. მაგრამ ნუ ახლა ამ შემთხვევაში იყოს უბრალოდ embedding dimension და alt features embedding dimension. კაი, ანუ ფაქტობრივად რა გავაკეთეთ? ხო, აი ამ ნაწილის იმპლემენტაცია გავაკეთეთ. აი ქვედა ნაწილის. ახლა აქ რას წერენ, ესე იგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტოკენები, სურათის ტოკენები და აქ აკეთებენ class ტოკენის კონკატენაციას ჩვეულებრივად ზუსტად იგივენაირად როგორც ტექსტში. როგორ შემიძლია ეგ გავაკეთო? რომელი რომ განახოთ. პოზიციური ენკოდინგისთვის პოზიციური ჯერ არ გვინდა. ჯერ ვაკეთებთ class ტოკენის ინიციალიზაციას და შემდეგ class ტოკენის მიდგმას, ასე ვთქვათ, ჩვენ sequence-ზე. class ტოკენი ხო ის არის პირველი უნდა იყოს და მცარელი შეგვიძლია დავტოვოთ. წესით მგონი სწორად მახსოვს. NN პარამეტრები შეგვიძლია ვიხმაროთ ხო მაგისთვის? კი, ზუსტად. პირველი უნდა იყოს, ეგ არ არის აუცილებელი, შეიძლება მეორეც იყოს, მესამეც ბოლო იყოს. ზოგან ახალთ რომ ბოლო ტოკენია, ზოგან ახალთ რომ პირველი ტოკენია. ნუ, ან პირველი ან ბოლო არის ზოგადად მოდელებში. მაგრამ ის არის ფიქრობთ, რომ აუცილებლად ამ პირველი ან ბოლო უნდა იყოს ეს ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ საერთოდ იუად განთავსებთ ამ ტოკენს. და მე ნუ ხო, კლასიფიკაციის ჰეჩი არჩევას რო ვაკეთებ საბოლოო ტოკენის, აქ უნდა გავითვალისწინოთ. კაი. კაი, მაშინ მიკანახეთ რომელი ყავით ვერ ნახე. მე ვიყავ. ხო, ნიკა. ხო, მიკანახე როგორ შემიძლია ამისი. კარგი, NN პარამეტრი უნდა გაუშვათ და ამის shape-ი იქნება batch-ი, ერთი იქნება მე sequence length-ი კიდევ ერთი იქნება და embedding-ის ზომა. მიკანახე როგორ დავწერო აქ. torch random შეგვიძლია ვიხმაროთ, ან rand. და მაგას გადავცემთ ერთ და embedding dims. ერთს, კიდე რას? კიდევ ერთს sequence length-ისთვის და embedding-ის ზომა. კი ბატონო, კაი, კითხვა მაშინ, რატო ერთს და რატო არა batch ძიმე sequence length embedding dimensions? თუ სწორად მახსოვს, ამის კონკატენაცია მოგვიწევს მერე patch-ებთან და ასეთი dimension-ი გამოგვადგება. ხო, მაგრამ ჩვენ patch-ები არის batch sequence length embedding dimension, ხო? რატო ვაკეთებთ ერთს და რა თქვა batch-ს აქვს
ვთქვათ 2 რო იყოს batch-ი და sequence length-ი რო გქონდეს ის 14x14. ანუ რატო ვაკეთებთ 1 embedding dimensions და არა batch sequence length embedding dimensions. ნუ init-ში batch-ი ხომ არ გვაქვს ჯერ მოცემული, batch-ს ვიღებთ forward-ში. ზუსტად, okay, და მეორე? და მეორეზე ნუ რეზოლუცია თუ შეიცვალა, ეგეც variable იქნება. პირველზე მართალი ხარ, ზუსტად იმიტომ რომ batch size ან ჩვენი მოდელის არქიტექტურა უნდა იყოს დამოკიდებული batch size-ზე, ხო? შეიძლება ერთხელ batch size 2 იყოს, შეიძლება 3 იყოს, შეიძლება deployment-ის დროს საერთოდ batch size 1 კონდეს, ასე რომ batch size-ის მიხედვით რომ შევცვალოთ რამ ხელა პარამეტრს გავაკეთოთ და გარასწორია. Sequence length-ი აქ იმიტომ არ არის, იმიტომ რომ ჩვენ რა გვინდა, ხო? ჩვენ გვინდა ერთი ტოკენი, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ კლასიფიკაციისთვის. ჩვენ არ გვჭირდება 14x14 ტოკენი კლასიფიკაციისთვის. გვჭირდება მარტო ერთი ტოკენი. ხო, დავიბენე. გარავს. კარგად მიხარია. Okay, და forward-ში ასე ვაკეთებ. Forward-ში ჯერ torch-cat-ი იმის რა ქვია, CLS token-ის დამთლიანი იმის რა ქვია, X-ის და ხო. Okay. CLS token-ის და X-ის. Normal dimensions-ზე ვაკეთებთ კონკატენაციას. პირველზე შეგვიძლია ვქნათ, მაგრამ ეს ხომ shape errors მოგცემს. batch-ში უნდა დავამთხვიოთ ჯერ. ნახოთ, shape errors მოგცემს მართალი. ერთი უნდა იყოს ეს, ხო? dimension 1 უნდა იყოს რატო? ეს არ დაიზებიოთ. რატო ვაკეთებ dimension 1-ზე კონკატს და რა თქვა dimension 1-ზე? იმიტომ რომ ყოველი sequence-ის პირველი ტოკენი გვინდა იყოს. კი, ზუსტად ანუ sequence-ი რო გვაქვს ეს რაღაც ტოკენები. იმ ტოკენს ვადგამთ გვერდიდან ან წინიდან ან ბოლოდან ერთ ტოკენს. ხო, ეს ახლა მოგწონს errors მართალი ხართ, იმიტომ რომ CLS ტოკენი არის ერთი embedding dimension-ი. მაგრამ ჩვენ გვაქვს batch-ი 2. ნუ აქ რო ჩაგვეწერა ერთი მაგალითად ეს ყველაფერი okay იქნებოდა, იმიტომ რომ ერთ-ერთზე მიდმა შეიძლება. აი, ასე რა უნდა გავაკეთო? პირველი. NumPy-ში არის repeat ფუნქცია, მაგრამ torch-ში მგონი ეგ არ გვაქვს, რაღაც უნდა ვითხრათ. expand. ხო, expand. და შეგვიძლია X-ის size-ი მივცეთ, ხო? ეს size 0 ან shape 0. კი. კითხვა მაქვს. torch-ი არის expand-ი და torch-ი არის repeat-ი. რაგან სხვაობა ამოშორს. ეს არ მახსოვს მე. მეგონა repeat-ი არისო torch-ში. repeat-იც არის და expand-იც არის, მაგრამ ამორ შორის არის საკმაოდ დიდი განსხვავება. მე ახლა დავსერჩე და თურმე repeat-ი აკოპირებს ამ ტენზორების დეტას. expand-ი რატო არ აკოპირებს? expand-ი რატომ არ აკოპირებს? დარწმუნებული არ ვარ. ხო, ეს არის ზოგადად torch-ი როგორ აკეთებს storage ტენზორებს, ხო? აი რო წამოვიდგენთ, რომ გვაქვს რაღაც ტენზორი ქვემოთ. მოდი აქ დავწეროთ. მოდი დავწეროთ X. მაგალითად გვაქვს 768-3-ზე ტენზორი რაღაც. ჩვენ თქვათ ვამრავლებთ 2-ზე. ხო, 2-ის storage-ი ასე ვთქვათ არ გჭირდება, რომ გამეორდეს 768-3-ზე, ან ეს broadcasting-ი არის, broadcasting-ი ალბათ კი არა და იცით უჯერ. broadcasting-ის დროს ერთი ტენზორი არის dense ტენზორი, რომელიც არის 768-3-ზე. ერთი ტენზორი მეორე ასე ვთქვათ რიცხვი, broadcasting-ის დროს არის ერთ და იგივე, ანუ ერთ და იგივე memory space-ი არის. ანუ 2 კი არ მეორდება 768-3-ჯერ. არამედ ერთადერთი რიცხვი, რომელსაც იყენებს გამრავლისთვის. ეხლა თქვათ გავაკეთეთ აი ეს. თქვათ view 1 და -1. რო შევხედოთ ტენზორის shape, ხო, ტენზორის shape-ი შეიცვალა. მაგრამ view კოპირებას არ აკეთებს. და ეგ როგორ შეგვიძლია
ასე ვთქვათ, მივხვდეთ, რომ კოპირებას არ აკეთებს. Torch-ის ტენზორს აქვს ასეთი ატრიბუტი, რომელსაც ქვია data pointer. თუ C-ან C++-თან გქონია შეხება, pointer-იც რა არის. ხო, pointer-ი რა არის, ეგ ძალიან მარტივად რო ახსნა, და დეტალებში არ შევიდე. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ, აი რო წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ტენზორის ალოკაციას ვაკეთებთ, ხო? ტენზორი როგორ არის მემორის ჩაწერილი? ტენზორი არის რაღაც კომპიუტერის RAM-ში, მაგალითად, ან თუ ვთქვათ GPU-ს RAM-ში. და არის 1D array. ჩვენ რო გვაქვს 763-ზე, ეს რეალურად internally ჩაწერილია 1D array-ით. 1D array-ით არის ჩაწერილი და pointer-ი მიუთითებს ამ array-ის დასაწყისზე. ანუ 760, აი ვთქვათ, pointer-ი ამ შემთხვევაში უთითებს პირველ რიცხვს, აი ამ რიცხვზე მემორიში სადაც ის და შემდეგ დანარჩენი რიცხვები არის ერთმანეთის მიმდევრობით ჩაწერილი. ანუ x, მაგალითად x 0 1 არის ამის შემდეგი ადგილი. ხო, ეხლა ეს რას მოვყოლე? ჩვენ რო შევხედოთ ჩვენს data pointer-ებს, views შემდეგ ჩვენი data pointer-ი არ შეიცვალა. ანუ ფაქტობრივად ეს ტენზორი რა მემორიშიც იყო, views შემდეგ ზუსტად იგივე მემორიში არის. მიუხედავად იმისა, რომ shape შევცვალეთ. და ზუსტად ეს განსხვავება არის repeat-სა და expand შორის. ანუ expand-ი ახალ მემორის ალოკაციას არ უკეთებს. იგივე ტენზორი იგივე მემორიში ზის და უბრალოდ სხვანაირად უყურებს ამას. ანუ რო წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვაქვს, რა ვიცი, 3.768-ზე ტენზორი და ჩვენ გვინდა expand-ი გავუკეთოთ, რომ ორჯერ გავამრავლო. დამატებითი მემორის ალოკაცია ამ შემთხვევაში ხო არ არის საჭირო. იმიტომ რომ ის მეორე ნაწილი ამ ტენზორის ზუსტად იგივეა რაც პირველი. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდი ისე შევხედოთ ამ ტენზორს. და ნუ views მაგით ვქრებ ფაქტობრივად. internally ისე შევხედოთ ამ ტენზორს, რომ კოპირება არ დაგჭირდეს ზადის. ხო, ეს ხო, ცი გადაქვევა. და ნუ ზოგადად დროის ოპტიმიზაციას როცა აკეთებთ თქვენს კოდში, უნდა ეცადეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მემორის ალოკაცია იყოს თქვენს Torch-ის ტენზორებზე. აი მაგალითად ეს ოპერაცია. ეს ყველაფერი არის in place. და საიდანაც რო არის in place, იმიტომ რომ აქვს აი ეს suffix-ი ოპერაციას. ჩვენ დავწეროთ ეს მაგალითად. თითოეული ოპერაციის შემდეგ აქ ხდება ახალი მემორის ალოკაცია. ანუ აი მაგალითად მოდი შევხედოთ ეს რაღაც. ისევ იგივენაირად x-ის data pointer-ი ავიღოთ, ამ ოპერაციების შემდეგ x-ის data pointer-ი მოდი ჩავწეროთ ეს რაღაცაში. და ესეც მოდი ჩავწეროთ რაღაცაში და შევხედოთ data pointer-ებს. ჩვენ ხედავთ, რომ ანუ პირველმა ოპერაციამ ყველაფერი in place გააკეთა, ანუ ახალი მემორის ალოკაცია არ გააკეთა და უკვე არსებულ მემორიში რა რიცხვებიც იყო ისინი გაამრავლა. ჯერ ასე ვერ დაუმატა in place ისევ ასე გამოაკლა in place 20-ზე, მაგრამ მეორე სახი დაწერილმა in place არ გააკეთა ესე. და ნუ ეს იგივე რაც ვთქვათ ეს გააკეთა. ესეც ამ შემთხვევაში in place არ არის. მაგრამ მოიწონი მაინც გადავამოწმოთ, რომ არ მოვიტყუო. ხო, ანუ აი ამ ოპერაცია x განროლებული ასე. ეს in place არ არის. ანუ ამან ახალი მემორის ალოკაცია გააკეთა. კაი. ეს გადახვევა. რელიური გადახვევა. კაი, expand-ში ჩავწეროთ. expand-ში პირველი არგუმენტი იქნება batch-ის ზომა, ხო? ანუ x-ის პირველი dimension. მაგრამ expand-ის სამახსოვს უბრალოდ.
expand 3 და 4 ეს არის 3-ზე და 4-ზე გამრავლო -1 means not changing the size. Okay. კაი, ანუ expand შეაგვინდა რა? ჩვენ გვინდა x-ის per size, ხო? x-ის პირველი shape. და დანარჩენი იგივე დარჩა -1 ესენი არ დაუწერო. იმუშავებს მაინც, ნეტა. ეს ვაფერ დაუწერო მიხვდება რომ ისინი არ უნდა შეწყოს. Okay. Okay. კაი, ხა რა გამოვიდა ესე იგი, ჩვენ გვაქვს ორი sequence length plus 1 ტოკენი. და ნუ 68 არის embedding dimension. ეს ნაწილი გასაგებია? კაი, აქ paper-ი მიკარგება თუმცა ისე რომ კაი. ესე იგი ჩვენ რა გავაკეთეთ აქ? class embedding-ი, class ტოკენი მივადგით, ეს აკეთებული. ეხლა გვაქვს positional embedding-ი და საიმპლემენტირებელი. Positional embedding-ი არსებობს. გაიარეთ positional embedding-ი როგორ არსებობს. კი გავიარეთ და ორი მთავარი რაც მე მახსოვს არის სინუსოიდური პოზიციური embedding-ი და learned პოზიციური embedding-ი. ალბათ კიდე ბევრი არის, მაგრამ მე მარტო ეს მახსოვს. კი, ეგ ორი იყო თავიდან, ეხლა უკვე მოდელებში გამოიყენება ROP, კონი წესით გაქვთ ლექციებში. Rotary positional embedding-ი, რომელიც ახლა უფრო აქტუალური არის დღევანდელ LLM-ში, ტრანსფორმერებში. მაგრამ ROP-ის იმპლემენტაცია ახლა შედის ამ ლექციაში, ასე რომ მოდი ახლა გავაკეთოთ უფრო მარტივი positional embedding-ი, learned positional embedding-ი მაგალითად. კაი, რა დავწერო? ნუ რადგან learned არის, ესეც პარამეტრები იქნება, NN პარამეტრით. და ამის shape-ი ნუ ბატჩი პირველი ერთი იქნება რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე dimensions უნდა იყოს patch-ების რაოდენობა, ხო? კი, ზუსტად ხო უნდა. კი, მოდი ხა გავაკეთოთ number of patches. როგორ შემიძლია ეს ავთვალო? შეგვიძლია რეზოლუცია უნდა გავყოთ patch size-ზე, მაგრამ რეზოლუცია აქ ხო არ გვაქვს მოცემული. ხო, აი, ეს არის ამ კითხვის კითხვა ზოგადად მომწონს ინტერვიუებზე, იმიტომ რომ რა არის ასე ვთქვათ, რატომ არის ამ შემთხვევაში ეს vision transformer-ი რატომ არ მიიღეთ ვთქვათ უფრო დიდ სურათს. იმიტომ რომ positional embedding-ის გამო არის ზუსტად იმის თქმა რომ attention-ის გამო არის რომ რეზოლუციას პერზუტის სურათზე ასე ტრანსფორმერებში არის არასწორი. ეს არის positional embedding-ის გამო. იმიტომ რომ ჩვენი positional embedding-ის ინიციალიზაცია უნდა გავაკეთოთ ამ ხელა input რეზოლუციაზეც ველოდებით. ამ შემთხვევაში ჩვენ რადგან გვაქვს სურათების რეზოლუცია რომელიც არის 224-224-ზე ჩვენ წაგწერთ რომ ვთქვათ image height და image width. და როგორ გამოიცვლება ეს number of patches? image height უნდა გავყოთ patch size-ზე და დავამატოთ image width. ნუ თუ ოთხკუთხედი არის. უბრალოდ კვადრატი. დავამატოთ image width-ი, ესე? გაყოფილი patch size-ზე, რომ ჰორიზონტალი გავაკეთოთ. ეს იქნება 28 patch-ი გვაქვს, თუ უფრო მეტი. ერთით მეტი გვაქვს კლასიფიკაციის ტოკენი რომ მივამატეთ, ხო? ეს იქნება 29 ტოკენი გვაქვს და უფრო მეტი. ეგ ამერია, დამატება არ უნდა გვექნა და გაგვემრავლებინა გეომეტრია დამოვიწდა. კი, ანუ ეს, რომელსაც ეს შეძლებს, მაგრამ ის ხო ხოლმე ეს ტრანსფერში. თავს. ხო, ანუ გვაქვს number of patches, რომელიც არის 17. ხო.
კაი, მოდი ახლა ეს გავუშვათ, რომ უბრალოდ ნახოთ რა ინიციალიზაცია მოქმედებს. ოკეი, ეს ხდებოდა მოგწმა. Image height ჩვენ გვაქვს 224, image width არის 224. ანუ ხედავთ, რომ სანამ ჩვენ positional embeddings არ შემოვიღებთ, მანამდე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სომის მატრიცა მიგვეცა. ახლა ნუ მეორე კი ხო არის, მშობლად თუ არა თუ თქვა პატარა რეზოლუციის დააწყენიგებ დიდ სურათებზე, მაგრამ როგორც მინიმუმ ეს შეზღუდვა ჩვენს მოდელს არ ქონდა. მაგრამ როგორც კი ეს learned positional embedding-ები დავამატეთ, ჩვენ მოდელი დაიფრიზა ერთ რეზოლუციაზე. მე არც აქვს სხვადასხვანაირი მეთოდები, როგორ შეგიძლია რომ თქვა მაინც დიდ რეზოლუციაზე გავუშვა, მაგრამ როგორც მინიმუმ ახლა ჩვენს მოდელში 458 სურათს ვერ შევუშვებთ. თუ resize არ გავაკეთებთ. ოკეი. კაი. ახლა გვაქვს positional embedding-ები. რა გავუკეთეთ ამ positional embedding-ებს? ინიციალიზაცია გავუკეთეთ, მაგრამ forward-ში არაფერი არ გავაკეთებია. უბრალოდ რომ დავუმატოთ broadcasting-ი ხო იძავს თავის საქმეს. X plus უდრის software positional embedding. ეს მარტივად ემატება positional embedding-ი ჩვენს tensors. ხო, ეს ნაწილი გასაგებია, ხო? თუ რამე კითხვა გაქვთ, შეგვიძლია თავიდან თქვათ. ოკეი. კაი, ესე იგი რა დავაიმპლემენტირეთ აქ. ჩვენი patchifying-ი გავაკეთეთ სურათის. CLS token-ი გავაკეთეთ. Positional embedding-ი გავაკეთეთ. რა დაგვჭირდა ახლა საიმპლემენტირებელი transformer-ის encoder-ი, რომელიც ალბათ დაგიიმპლემენტირებიათ აქამდე წინა ლექციებში. Clear. ოკეი, ანუ რა უნდა იყოს რაც ახალი ჩვენთვის ეს. მოდი გავაკეთოთ. კაი. პირველი რა არის ესე იგი? ჩვენ გვინდა transformer-ის encoder-ი გავაკეთოთ, ხო? Transformer-ის encoder. რომელიც ასევე იქნება module-ი. რა input პარამეტრები იქნება ჯერ არ ვიცით. basic stuff. Transformer encoder რა არის? Transformer encoder არის მოდული, რომელსაც აქვს რამდენიმე transformer-ის ბლოკი. ხო? ეს ვთქვათ, holder-ის ბლოკი. უბრალოდ ვთქვათ, ეს არის transformer-ის layer-ი. ეს ESM-ის პატკიერად. აცრის პატ შეღებილი ბლოკი. ეს არის ერთი layer-ი transformer-ის და ჩვენ გვაქვს transformer encoder-ში რამდენიმე layer-ი, ხო? ან როგორც მინიმუმ ამ layer-ზე უნდა გქონდეს მისაკუთრებო input-ად ჩვენს class-ში. და თქვათ აქ transformer layers. ოკეი, იყოს ჯერჯერობით. მაგრამ ახლა ამის იმპლემენტაცია ჯერ არ გვინდა, სანამ transformer-ის encoder-ის იმპლემენტაცია არ გვაქვს. Transformer-ის encoder-ის კი არა, transformer-ის layers. layer მოდი. გონი ამ ბლოკსაც იძახიან თუ სწორად მახსოვს. ოკეი. კაი. გვაქვს transformer-ის layer. ხო, ნუ ანუ ჩვენი თუ აკეთებთ ამის იმპლემენტაციას, PyTorch-საც ხო აქვს უკვე იმპლემენტირებული ეგა და მაგის ხმარება შეგვიძლია? კი, ზოგადად შესაძლებელია, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მაგის გამოყენებას ჯობს რომ ჩვენ დავიმპლემენტიროთ რო გვესმოდეს რაღაცები. თორე ისე კი აქვს transformer-ის თავისი transformer encoder layer-ი, მაგრამ ნუ მაგის გამოყენება ახლა cheating იქნება ფაქტობრივად. როცა from scratch ვაიმპლემენტირებთ. მაგრამ ისე ხო ზოგადად PyTorch აქვს PyTorch transformer encoder layer სწორად. კი, აგერ. ამას გამოიძახეს და ახლა როცა რეალურად დაიმპლემენტირებთ, ხოლმე ჯობია რომ ეს გამოიყენოთ ვიდრე თქვათ თქვენთ წერთ. იმიტომ რომ ეს კატესტილია და ნაკლებად არის იმის ალბათობა რომ რაღაც ეროს დავუშვით.
მაგრამ როდესაც ხსალობთ ეს რატო ქრება ეს paper-ი და რატო ვერ სკროლო? Okay. ხო, მაგრამ როცა ახლა ვსწავლობთ, სწავლის პროცესში ჯერ ჩვენ დავიმპლემენტირებთ. აი, მოდი დავიწყოთ. How are normalization layers? რა normalization layers იყენებენ? Transformer-ებში. layer norm. Ზუსტ. Normalized shape რა არის აქ? embedding dimension იქნება დარწმუნებული ვარ აქ. Embedding dimension. და ჩვენ ნორმალიზაციას ვაკეთებთ embedding dimensions. ხო, ეს არის layer norm-ი. Norm X. ეხლა გვაქვს მე multi-head attention, ხო? მოდი multi-head attention-ს ახლა ერთ სტატიას გასაკეთებად, ცოტა ის არის in-place დაწერა. ასე რომ მოდი multi-head attention-ს გავაკეთებ. class-ად. და მე გამოვიყენოთ ქვემოთ. ხო, ამის კეთებისას დავუშვებ ერთ შეცდომას და იმედი მაქვს რომ აღმოჩნდეთ. ხო, ეხლა multi-head attention-ის დროს. რას ვაკეთებთ multi-head attention-ის დროს? რა გვაქვს აქ? ახსენეთ attention. მივიღეთ x. რა უნდა გავუკეთოთ ამ x-ს? ნუ პირველი ნაჯიბი ჯანდაბა ნაბიჯია რომ q k და v გავინგაშოთ ხო query values და დაიღო. კი. კი და ველი. როგორ გავაკეთო? უბრალოდ წრფი პროექცია უნდა გავაკეთო ხო linearity. დეგარ. კი. მაგრამ როგორ გავაკეთო? მე განახიან. კარგი, პირველად ჯერ უნდა ავწეროთ layer-ები, ნუ layer-ები არ იქნება მოკლედ. self linear k შეგვიძლია ავწეროთ, self linear q და self linear v და სამივე იქნება nn linear-ი, რომელშიც in feature იქნება embedding div და out feature embedding div. Okay. უნდა ამ კლასში ჯერ არ გვაქვს embedding div გადმოცემული, ხო, ეგეც უნდა გადავცეთ და. აქ კიდე bias false უწერენ ხოლმე, ხო მგონი, მაგრამ ეგ რატომ აკეთებენ არ ვიცი. უბრალოდ bias აქვს. Bias false to start მახსოვს იმიტომ უწერენ, იმიტომ რომ ხდება ნორმალიზაცია მე რომელიც ამ bias ისაც ახშობს, მაგრამ უნდა ნახო, to start მახსოვს მაგის გამო არის, იმიტომ რომ მე ნორმი რო ხდება, იმ bias-ს არ უნდა დავუმატო, ფაქტობრივად ასე არ აქვს რა. Bias შუც რო დავწეროთ ეს მაინც დატრენინგია, მაგრამ ყველა ხარჯავენ computations მაგაზე. მაგრამ მოდი რატო ვიმკითხავთ? მოდი ნახოთ. კაი, თქვათ, გვაქვს რაღაც ტენზორი, იმეჯი არა, x იყოს, რომელსაც აქვს, მოდი იყოს. ერთი, თქვათ, კონდეს. ტექსტი ტოკენი 768 embedding dimension. და კონდეს linear მოდი q projection დავარქვათ ამას. embedding dimension 768. და მეორე q projection with bias იყოს, რომელსაც ეს. კაი, და მოდი გავაკეთოთ q projection x, q projection with bias, მოდი x დავყვანოთ მაინც ეს არ არის საჭირო, მაგრამ მაინც. ეს იყოს, fine. ხო, x აქ არის და იგივე. არა, პირველ შემთხვევაში ჩვენ bias false ქონდა, მეორე შემთხვევაში bias true ქონდა და მე კონდეს მოდი მაგალითად layer norm.
layer norm-ი, რომლის shape არის 70. და out და layer norm out with bias. ეხლა დას ვაკეთებ. ავიღე ორი layer-ი, ერთს აქვს bias false-ი, მეორეს აქვს bias true. ხო, ნუ აქ ერთი პრობლემა არის. აქ ერთი პრობლემა არის, სხვა weight-ები იქნება ამას. კაი, მოდი ნახოთ ეგ როგორ გამოვიდა. CD შეგვიძლია დავსეტოთ, ხო და ინიციალიზაცია ერთნაირად მოხდება. CD რო დავსეტოთ, ინიციალიზაცია მოხდება დასაწყისიდან, მაგრამ ორივე ცალსაკე იქნება. ორივეს წინ დავსეტავთ იგივე სიტს. მოდი ეს გავაკეთოთ. სიტს არ ვიდოთ. ესე გავაკეთოთ, ხო იგივე წონები იქნება წესით. ანუ რა გავაკეთე, რომ ავიღე weight-ის მატრიცა key projection-ისგან და დავაკოპირე projection weight-ის მატრიცაში. Guy, can I assign this parameter weights? Okay, I'm looking at it exactly path. Guy, okay. და მოდი რასაც შეკათ რომ ეს ორი ერთ და იგივე outputs მოგცემს. Key projection x-ი და key projection with bias x. ანუ რა გავაკეთე აქ რომ ვაკონფირმებ რომ ეს სწორად დაკოპირდა. კაი და ასევე აქ თუ ჩაუწეროთ ახლა და ამან ერორი დაიწყოს ეს იმიტომ რომ bias დაემატება და ერთ იგივე იქნება ჩვენი. ან პატარა არის, მაგრამ მაინც არსებობს ასე თქვა განსხვავება. ხო, ყვებით რას ვაკეთებ. ხო. გავატარეთ ახლა x ამაში, გავატარეთ x ამაში და მე გვაქვს layer norm-ის layer. Take out norm. Out with bias norm. და ახლა საინტერესოა რომ ესენი ერთმანეთს უდრის თუ არა. ესენი თუ ერთმანეთს უდრის, ესე იგი გასაგებიც არის რატომაც ტოვებენ bias-ის ნაწილს. არა იტოლი, ესე იგი ამე ხო არ წონების ისწავლე. წონების კოპირების კარტა. Okay, წონების კოპირების კარტა დავაბრუნოთ. მაინც არ აი ეს ჩასხელი მაქვს თუ სწორად მახსოვს ეს იყო მიზეზი ის გამოც bias false წერდნენ. მაგრამ ოკეი, ამას ჩავხედავ და თქვათ შემდეგი ლექცია workshop-ში შაბათს თუ სწორად მახსოვს. და გაგიხსენოთ ეს ატუარი bias-ი აქ false. კაი, bias false-ი მე აქ რომ მიგანახოთ. აქაც ზუსტად იგივეს გავიმეორებ სამივეზე და ამის შემდეგ ნუ forward-ში შეგვიძლია დავითვალოთ ის QK. უფრო ეფექტიანი გზა როგორ არის აქ? უფრო ეფექტური? ანუ ეხლა რას ვაკეთებ აქ? პირველი ოპერაცია, მეორე ოპერაცია, მესამე ოპერაცია. შეგვიძლია ერთად გავუშვათ ესენი? კი, QKV. და აქ მივუწითოთ embedding dimension 3. ეგ არ ვიცოდი ეგრე თუ შეგვეძლო. კი, ეგ შეგვიძლია და მე რა თქვა გავშლით იმიქს. QKV იყოს ეს და chunk არის მგონი სწორად მახსოვს. Chunk. კი ბატონო, chunk-ი არის, dimension-იც აქვს. QKV chunk. ჩვენ გვინდა chunk-ი, chunk. QKV chunk, რამდენი chunk გვინდა? 3. და dimension-ი? embedding-ი. ოღონდ self-ში უნდა გადავიყვანო ჯერ. კი, -1. ანუ dimensions-აკ ინც უწერ, იმას არ უწერ.
რა 760 საათზე პირდაპირ წერილ რომელ dimension-ი გაღოს 3. და თუ არ ვწდებით triple საბრუნებს ეს. კი ბატონო, triple საბრუნებს. კაი, ჩვენ გვაქვს ესე QKV მატრიცები. ეხლა რას ვაკეთებთ? მიკარნახეთ attention. ეს ნაწილი კარგად არ მახსოვს, მაგრამ ახლა იმაზე არ დამოკიდებული შემდეგ რა ვიზავთ, free norms ხვარობთ თუ ჩვეულებრივ norms ნორმალიზაციას. ვაში free norms ხვარობთ აგარი ნორმი და ნორმი დავაკეთებთ თუ. გან ნორმისთვის layer norms layers ხვარობთ და მაგაზე უბრალოდ ფორვარდ ვიზავთ. აი გავაკეთეთ უკვე ქვემოთ. აჰა. ხა attention ეს თავარია. Okay, კაი, აქ ესე იგი ისევ ვიქნას shape-ებით ვიქნით ძალიან მარტივი არის წერა რაღაცებს. X-ის shape არის batch, sequence length, embedding dimension, ხო? ეხლა ჩვენ გვინდა რა? აქ გვიწერა multi-head attention. Multi-head attention-ი მოვიცალხანი გავდოთ, ჩვეულებრივი self-attention-ი დავაიმპლემენტირებთ და მერე დავამატოთ multi-head attention. Attention-ის ფორმულაცია რა არის? ესე იგი QK transposed აყოფილი square root embedding dimension-ზე და ამის softmax-ი და მერე ისევ v-ზე განავლება. ხო? აი ეს არის attention-ის ძალიან მარტივი ერთხაზიანი ფორმულირება. და ეხლა ვიკანახეთ ეს როგორ დავწერო. ნუ პირველი მატრიცის გადამრავლება იქნება, ხო? აჰა. QK-ზე და ეს რამე ცვლად უნდა შევინახოთ. თუ არ გამოვიდეს. Transpose ჭირდება. Okay, მერე უნდა შევაფარდოთ ეს ერთ ხაზშივე გავაკეთოთ, მოდი. Embedding-ზე შევაფარდებთ, რომელიც X-ის shape-დან შეგვიძლია ავიღოთ, ხო? კი, ზუსტად. კაი, ეს ნაწილი გვაქვს. ზოგადად იცით, Q-at case ეძახიან attention score matricas. რატო ეძახიან მაგას? იმიტომ რომ აქ რას ვთვლით. ჩვენ ისო და ისო shape-ები. რა shape იქნება matricas? ეს უჭირდება იცით. ოთხკუთხედი იქნება, ზუსტად ოთხკუთხედი არა, კვადრატული მატრიცა არის და shape-ი იქნება sequence length, ხო? კი, ზუსტად. ან ჩვენ shape იქნება batch, sequence length. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგადად ნუ ტრანსფორმები არ მოსწონს წინა თვალიან, მაგრამ ტრანსფორმები რატომაც არის computationally ძალიან intensive. იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი მატრიცა იზრდება იმის მიხედვით, თუ რამხელა sequence length-ი გვაქვს. ხო რა წარმოიდგინოთ GPT-ს რა ეტყვით რა ეთქვა. არ ვიცი ეს სხვა, მაგრამ რაღაც ძალიან გრძელი კოდი დაგაწერინოთ, მაგალითად არის 10,000-ობით ტოკენი არის საჭირო. ამ შემთხვევაში ეხლა თითოეული სიტყვის დაგენერირებას არაკეთებს ყველას, მაგრამ თავიდან თავდაპირველად processing-ს უკეთებს, მაშინ საჭირო ეს. რა თქმა უნდა, ოპტიმიზაციები არის მერე, მაგრამ ასე ვთქვათ, bare bone იმპლემენტაციას რო შეხედოთ, batch, sequence length, მატრიცას იღებთ, ფაქტობრივად ამ attention-ის შემდეგ. Multi-head attention-ში ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ეს ასე ამ შემთხვევაში multi-head attention-ში მე ვნახოთ რა ხდება. კაი, ეს ნაწილი დავწერთ. ეხლა რა გვინდა? შემდეგ მატრიცული გადამრავლება V-ზე უნდა გავაკეთოთ, ხო? არა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვრჩა ეხლა. Softmax-ი და მერე. Softmax-ს დავაკეთებთ. Softmax-ს იმიტომ ვაკეთებთ, რომ jumps ერთს ვიღებთ, მაგრამ თვითონ სემანტიკურად როგორც მნიშვნელოვანი რატომ არის, ეგ არ მახსოვს. ალბათ იმიტომ რომ ის attention score-ები არის ეს. ხო, ანუ ეს არის რომელმა, ასე ვთქვათ, რომელმა ტოკენმა რომელ ტოკენს რა ყურადღება მიაქციოს. ანუ ერთზე ჯამავთ, რომ ანუ წონები იყოს რა, რაღაც წონა, აღსანიშნავი წონა კონდეს, რომ ეს ტოკენი ამ ტოკენს აქცევს 0.80
რაც 1-დან მარტივად ინტერპრეტირებადი არის. dim, რომელ dim-ს ვაკეთებთ აქ? -1. რატომ -2 კვადრატული მატრიცა არ გვაქვს? ეს softmax-ი როგორ მუშაობდა დამოვიწყდა მაგიტომ. softmax-ი არის, ესე იგი ჩვენ ნუ dimension-ების მხრივ როგორ მუშაობდა, ანუ სამგანზომილებიანი ტენზორი გვაქვს და რომელ dimension-ზე უნდა გავუშვათ აღარ მასას. თავდაპირველად ამისი არ არის საჭირო. 1D ტენზორი რაც გვაქვს, თქვათ, არის 10 3-5. softmax-ს გავუკეთებს ამას. მიახლოებით რომ თქვათ სიცხები ზუსტად არ გქონდათ. ნუ ისე დააწყობს რომ ერთზე იქნება ჯამი, თქვათ, არ ვიცი, 0.8, 0.1, 0.1. ხო, ძალიან ნაური ციფრები, მაგრამ 0.1, ხო, ასე ვთქვათ, ოკეი, არის. 1D ტენზორის შემთხვევაში ესე არის. 2D ტენზორის შემთხვევაში როგორ იქნება? softmax-ი გავაკეთეთ და თქვათ, გვაქვს ესეთი 2D ტენზორი რა არის, ხო, ბევრი 1D ტენზორი. softmax-ი რო გავუკეთო ამ ტენზორს. რომელი dimension-ი უნდა ჩაუწერო, რომ ესეთი რიცხვები მივიღოთ? ბოლო dimension-ი იქნება, ხო? თუ არა, პირველი dimension-ი იქნება. მოიცა სიმარტივისთვის მოდი. ან რომელი dimension-ი 4 ცალისადაც არის თუ 3 ცალისადაც არის? ხო, 4 სადაც არის. 4 სადაც არის? 3 სადაც არის. 3 სადაც არის, ან ჩვენ ხო გვინდა row-ზე გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, row იჯამებოდეს ერთზე. და 4-ის dimension-ზე რო არის, row-ებზე არ აკეთებს ოპერაციას softmax-ი? ანუ softmax-ი არის რომელ dimensions უნდა გავუკეთოს ნორმალიზება. ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა რომ აი ამ dimension-ზე გააკეთოს ნორმალიზება რა. ხო, მაშინ კი ბოლო dimension-ზე იქნება. 3-ის dimension-ზე. ხო, კი ბატონო. ოკეი. ანუ აქ ჩვენ dimension იქნება რა? -1, ხო? რატომ -2 არა? იმიტომ რომ row-ებზე გვინდა გავუკეთოთ. კი, row-ებზე გვინდა გავაკეთოთ. ანუ ჩვენ გვინდა ფაქტობრივად ჩვენი row-ზე რატო გვინდა? ვაი. ანუ რო შევხედოთ მატრიცას, ხედავთ რომ გვაქვს patch sequence length. რატო ვაკეთებთ softmax -1-ზე და არა -2-ზე მაინც? რატომ მაინც არის -1-ზე? დარწმუნებული არ ვარ ამაში. ხო, ამისთვის ჩვენ ისევ და ისევ უნდა შევხედოთ ამის შემდეგ რა ოპერაცია მოდის, ხო? ამის შემდეგ მოდის მატრიცის გამოვლება. მატრიცის გამოვლება სადაც ვის აქვს რა შეიქმი. რომ განახოთ. ასე ვის შეიქმი. V არის shape რა embedding dim იყო sequence length-ზე. embedding dimension, ხო? ფაქტობრივად დაგვაკეთებთ რას? ანუ batch-ი რო ასე ვთქვათ, გვაქვს sequence length და აქაც batch დავიკეთეთ. ჩვენ შემდეგ მატრიცის გამოვლება როგორ ხდება, ხო? მთლიანი row არის იმას მთლიან column-ზე. ჩვენ ამას თუ გავუკეთებთ ნორმალიზაცია და softmax-ი ამას თუ მოვდეთ პირველ sequence length, ეს რო გამრავლდება, ერთი არ იქნება ის აჯამებული და ჩვენი attention-ის ასე ვთქვათ, იდეა დაიკარგება. ანუ მოდი დავხალოთ. წამოვიდეთ რომ გვაქვს sequence length, მატრიცა. და ჩვენ გვაქვს sequence length embedding dimension-ი, sequence length და ემალი embedding dimension პატარა იყოს. ჩვენ გვინდა რომ ეს გამრავლდეს ამაზე, ხო? ანუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი attention score-ები გამრავლდეს detail element-ზე V-ში. ჩვენ თუ ნორმალიზაციას და softmax გავუკეთებთ ამის მიხედვით, ანუ ამას რო ამაზე გამრავლებთ, ფაქტობრივად ეს attention-ის იდეა დაიკარგება. ეს თუ არ გასაგები.
ხო, ან მაგიტო არის რომ dimension -1 ვაკეთებთ. არა, იმიტომ რომ რაღაცა ბოლო არიან რაღაც მოდავიზებიათ რომ ოჭველი -1 არა, იმიტომ რომ -1 რო ვაკეთებთ, მე ვაკეთებ მატრიცის განროლებას და მატრიცის განროლებისას როგორც ხდება მატრიცის განროლება არის row columns. და ეს row უნდა იყოს ისე რომ ერთზე იჭამებოდეს. Okay, კაი, -1 et v. ხო? et v. et v is მატრიცის განროლება და ეს არის output. ან შეგვიძლია პირდაპირ ეს დავწერთ. ეს გასაგებია? მოდი ეს ჩილებს ჩავს მეც. არც ეს ჩილებს ჩასაზოგად. ეჩვენებთ რომ ხდები ეს სწორად აღიქმებს და რაღაც unexpected რაღაცას არ დათვლის. ხო, ისეთ ეს თხრებს არ შეიძლება ეხლა რა უყურე, მაგრამ მაინც. Okay, ეს გასაგებია ხო? მაგრამ ეს იყო რა? ეს იყო ჩვეულებრივი attention. ნუ multi-head attention. რითი განსხვავდება ჩვეულებრივი attention-ი multi-head attention-ის? თეორიულად მახსოვს რომ embedding dimensions გადავანაწილებთ ყველა dimension-ზე და ასე ამბობენ რომ რამოდენიმე პატერნის სწავლაში ეხმარება. ნუ NLP-ში ეგ და ამ შემთხვევაში სხვანაირი რაღაცა იქნება. ამის იმპლემენტაციაც მაგდაგვარი არის, უბრალოდ DX-ი იცვლება D გაური უბრალოდ embedding dim-ი. როგორ ზუსტად არ მახსოვს. ამიგანახე როგორ დავწერო. ხო, ზოგადად ამას რო ვაკეთებთ, ძალიან კარგი საორჯიშო იქნება, რომ ეს მე სახში დაიმპლემენტირებთ. იმიტომ რომ რაცა იმპლემენტირებთ, მე ხვდებით რა ასე ვთქვათ, რა ნაკლოვანებები არის კოდნაში, არქიტექტურის. ანუ ყველაფერი ზუსტად როგორც მოდის, რომ multi-head attention-ი კი, რამდენიმე head-ი არის, მაგრამ მაგას როგორ ვაიმპლემენტირებთ. ან ჩემით გავაკეთე ერთხელ იმპლემენტაცია, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი როგორ მუშაობს, იმიტომ რომ მე ბერჯერ ჰარსტროდ გავაკეთე და მე სწორად როცა დავწერე, მაინც ვერ მივხვდი რატომ იყო სწორი. რატომ იყო სწორი, ან რატომ მუშაობდა თუ? ან პრინციპს ვერ მივხვდი მაინც. ხო. ანუ head dimension-ზე რო split-down, ამას აქვს, რამდენიმე ახსნა. პირველი ყველაზე მარტივი ახსნა ეს არის computationally უფრო გაცილებით უფრო ეფექტური არის ამის დასპლიტვა და შემდეგ attention-ის გაკეთება. არ ვიცი თუ იმის ხსენებია, არსებობს flash attention-ი, რომლის ასეთ მოთხოვნა არის, რომ ეს embedding dimension-ი არ იყოს ძალიან დიდი. რატო ახლა მაგის დეტალებში არ შევვალ, მაგრამ ზოგადად embedding dimension-ი იყოს პატარა შედარებით. პატარაში გულისხმობ 128, 256 და შემდეგ. მაგრამ ჩვენ შევხედოთ GPT-ს და ეგეთ LLM-ს და დიდ მოდელებს, embedding dimension-ი 256 არის ძალიან პატარა. აკეთებენ 4096, 8092 და ასე შემდეგ. მაგრამ ამისი flash attention-ის გაკეთება ამ ხელა dimension-ის არ არის შესაძლებელი. და მაგიტო head-ზე რო split-out ამას ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი embedding dimension-ი ატარავდება, ან ჩვენ თუ გვაქვს წარმოვიდგინოთ 4096 head-ი და რაღაც გავსვით და 32 head 4096 embedding dimension-ი და გავსვით 32 head-ზე, ჩვენი embedding dimension-ი საბოლოოდ არის ძალიან პატარა. ეს არის ერთ-ერთი ახსნა, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივი ახსნა, რომ რატო არის, რატო split-out. მეორე ახსნა რაც არის რომ ეხლა წარმოვიდგინოთ NLP-დან რომ წავიდეთ ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მოდელს რაღაცნაირად ვასწავლოთ, მაგრამ აი დავაწალოთ რომ სხვა რაღაც ისწავლოს. ერთ embedding dimension შევშავყვრით, ეს შეიძლება ერთმანეთთან ძალიან ასე ვთქვათ entangled იყოს რა. მაგრამ რამდენიმე head-ში რო split-out მოდელს უწევს რომ სხვა heads, სხვა რაღაცები ასწავლოს, მაგალითად ერთმა head-მა რაღაც სხვანაირი attention-ი გააკეთოს. აი წინანდებას როდესაც სხვა ანალიზებთ ხო არა საჭირო რომ ერთი შეხედვით ხო შეგვიძლია მარტო თქვათ რომ ეს ამ ტოკენმა ამ ტოკენს ამერცეს ყურადღება რომ წინანდების შინაარსს გავიგოთ.
და multi-head მაგისთვის არის რომ სხვა heads აქვს სხვა ასე ვთქვათ დავალებასავით რომ სხვადასხვანაირი attention-ი განახორციელოს ამ ტოკენებს. ეს არის ძალიან ისეთი ახსნა. high level ასე ვთქვათ. და ეს როგორ ხდება არის რომ არის embedding dimension-ი, როგორც ვთქვი, და მაგას ვაკეთებ, მაგის split-ს ვაკეთებთ. ანუ ძალიან მარტივად ვაკეთებთ views, queues shape only. ან ჩვენი მიზანი რა არის, ესე იგი batch sequence length embedding dimension-ი გადავიყვანოთ batch აი აქეთ batch num heads sequence length embedding dimension-ი გაყოფილი num heads-ზე to sequence length num heads. რამე განსხვავება არის ამ შორის? პირველი თუ მეორე? sequence length-ზე რო იყოს მთლიან წინადადებას ვერ შეხედავს NLP-ზე რომ ყოფილიყო და embedding-ზე რო ყოფილიყო მთლიან embedding-ს ვერ დაინახავდა და არ ვარ დარწმუნებული ჩვენთვის ორივე არასწორად ჭირს მაგრამ ვიცი რომ რაღაც არის აქ არა ამას ახსნა ანუ ინტუიტიური ახსნა არ აქვს ესე რომ ახსნათ რომ მოდელმა ამას უნდა შეხედოს მაინც აქ არის აი სუფთა ერთი არის სუფთა არასწორი მეორე არის სწორი რატო არის ასეთი და სწორი მაგას განახილოთ აი მოდი გავაკეთოთ რავი ავიღოთ ერთ-ერთი მაგალითად არის batch-ი sequence length-ი რაც გქონდა ბარემ ერთი num heads num heads-ს პარამეტრი უნდა გქონდეს არა num heads ხო პირველი განზომილება უნდა იყოს მე სხვა რაღაცა დავინახავთ რატო უნდა იყოს პირველი იმიტომ რომ ცალ-ცალკე უნდა გავუკეთოთ attention-ი ყველა heads ხო ხო მათემატიკურად როგორ გამოდის ეგ ანუ რატო უფრო დეტალურად რომ მითხრა რაღაცა არის მატრიცულ გადამრევლებაზე იქნება არ მახსოვს ეს. ოკეი, ზუსტად. კაი, მოდი ახლა დავწეროთ არასწორად დავწეროთ. და მე დავწეროთ არასწორად არის, ოდესაც ჩვენ გვაქვს ეს არის არასწორი. Sorry, ეს. რატო არის ხა ეს არასწორი? ფაქტობრივად ჩვენ რო ავიღოთ Q და ნუ K-საც იგივე გავაკეთებთ. K დავი დავწეროთ ეს და მე შევხვდით ფორმულას. ფორმულა არის Q at K matrix transpose, ხო? ჩვენი shape-ი თუ არის ეს არასწორი. როგორ მატრიცას მივიღებთ Q at K-ის შემთხვევაში? ან ჩვენი attention score მატრიცა რა shape-ის იქნება? Q და K-ის ხო K-ის transpose უკეთებთ, ამიტომაც num heads იქნება პირველი და sequence length მეორე. ანუ sequence length და num heads იქნება, რომელიც არასწორია, იმიტომ რომ sequence length უნდა მივიღოთ. ხო, იქნება რა, batch sequence length და რა? transpose ეგეთ თუ გავაკეთებთ embedding dim-ი გაყოფილი num heads-ზე იქნება მერე. ანუ attention მატრიცა იქნება ამ მატრიცას რო გავამოწმოთ. ამ ორი shape-ის მატრიცას რო გავამოწმოთ. გარეშე ხო num heads იქნება. ხო, იქნება num heads. ჩვენ თითოეული head-ები აქციონი თქვენს ყურადღებას არა sequence length-ის თითოეული ტოკენი აქცევს თითოეული sequence length-ის ტოკენს ყურადღებას. ხო, ჩვენ გვინდა მივიღოთ რა batch num heads sequence length. ესეთ shape-ი გვინდა ჩვენი attention მატრიცა იყოს, რომ თითოეულ ტოკენს შეეძლოს სხვა თითოეულ ტოკენზე ყურადღების მიქცევა. ასე რომ ეს Okay.
კაი, multi-head attention-ი დავაიმპლემენტირეთ. საბოლოოდ ეს მოგცემს x. კაი, residual connection-ი დაგვრჩა, ახლა ესე იგი multi-head attention-ი. მოდი ეს აქ ჩავწეროთ. Multi-head attention-ი, team არის team და non-heads იყოს non-heads. ხო? ესე იგი ასაკეთ x uses self-წერტილი multi-head attention x. და მე ხდება, მოდი x out დავარქვათ ამას. Просто უფრო elegantურ შევ. დაიცა, სწორად ესე იგი გვაქვს x-ი, residual connection და multi-head attention დაემატა, ხო, residual connection. Residual plus multi-head attention. Okay, კაი, ახლა შემდეგ იმისა ვაკეთებ norms. მე რას ვაკეთებთ MLP-ს, მოდი ახლა MLP-ი აქ MLP-ს იმპლემენტაცია ზოგადად უფრო დიდი MLP არის, მაგრამ მოდი აქ მარტივი MLP დავაკეთოთ რა. Scene features equals embedding dimension-ი, out features equals embedding dimension. ანდა მოდი პარემ ზემოთ პატარა MLP-ს გავაკეთოთ უცებ. ვიყავით. F forward x-ი და კონდეს მაგალითად რა ვიცი MLP 1 იყოს კაცოიცი ცოტა დიდი embedding dimension-ი კონდეს სამი რომელი activation მოგწონთ Rel. Rails ინდიანტა გავიყენებ. სილუ და რაღაც ეგეთი ის არის, მაგრამ მოდი ახლა. გელუ და. ხო, გელუ და რაღაც ეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი იყოს. ეს Rails state-ია და ასე რომ შეგვიძლია reuse გავუკეთოთ ამას. და მოდი ერთად იყოს. და embedding dimension-ში დააბრუნოს. Так, არის იგი MLP 1 x-ი activation-ი MLP 2 is activation-ი MLP 3 is activation. Okay. ესე არის. ხო. ასე იგი attention-ი გვაქვს და MLP-ში იყოს empty. MLP x-ი და აქაც ისე residual connection-ი და ფაქტობრივად ჩვენი transformer-ის layer-ი გაკეთებული არის. აქ კიდევ ერთი რაღაცა მაინტერესებს. ნორმის layers აღწერთ და ორ ადგილას იყენებთ და მანდ უზრდავია. ძალიან კარგი შენიშვნა არის. არა, სწორი. ძალიან კარგი შენიშვნა არის. რატო არის? რატო არის ეს უსაფრთხო? Layer norms აქვს თავისი პარამეტრები. დოკუმენტაციაში ნახე გამა და ბეტა არის რა. და ორჯერ რო ვიხმაროთ, ანუ თავიდან უშვებთ და უცნაური რაღაცები მოხდება. და ძალიან სწორი შენიშვნა არის. ხო, ახლა აქ რას ვაკეთებთ? ფაქტობრივად გვაქვს რა module list-ი, რომელიც არის რომ I for I in layers, მაგრამ I არ გვინდა. აქ გვინდა transformer-ის layer-ი, ახალი instance-ით features. Team, non-heads. იქ residuals რო უმატებთ, ნორმალიზებული არის უკვე ეგ residual-ი და. ხო, აი, მაგაზე ვამბობ. მაგას ამაზობ. როგინახთ, ანუ ზოგადად residual-ი უნდა იყოს სუბთა ტენზორი, ანუ არანაირი ოპერაცია უნდა იყოს მაგაზე განხორციელებული. ანუ აქ norms რო უკეთებთ residual norms რო უკეთებთ და მე residuals ვაკეთებ და სწორი ანუ residuals specs თელი მოგამის არის არანაირი ოპერაცია მაგაზე არ უნდა იყოს გაკეთებული, რომ გადაიყვანოს ძალიან მარტივად. გააკეთოს ასე თქვა თავდაპირველ layer-ებზე ასლა ასე ვთქვა.
ხო, არა ეს როგორ უნდა შევცვალოთ ახლა, რომ აქ გავაკეთებ ნომერს. და ესე, აკაც ეს ხა სწორია, ესე იგი x ვუმატებთ norm 1 plus multi-headation კი სწორია. მერე გვაქვს x-ი, x ვუმატებთ norms და MLP. Okay. ხო. აქ embedding dimension-ი. Heads. Კაი, რამე ხوارდა. მოდი for layering software layer x. Turn x. კაი, ჩვენ transformation კოდერიც გვაქვს. ეს იქნება. Num layers. მოდი გავაკეთოთ რა ვიცი, 8 layer-ი transformer-ი, embedding dimension იყოს, embedding dimension-ი, num heads იყოს. Num heads. და ეგეც დავამატოთ აქ ჩვენს input პარამეტრად. Okay. Ჩვენი vision transformer-ი ეს არის დაიმპლემენტირებული, ეხლა დაგვრჩა ერთ-ერთი ეს ბოლოს NLP head. მაგის იმპლემენტაციაში დავეხმაროთ. Quad წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს 10 კლასი. ამ ლისტის დატასაზე დავატრენინოთ, მერე მას შემდეგ რაც ეს კლასი გვექნება, რაც მივწერთ GPT-ს რომელიმე მოდელს, რომ ტრეინინგ კოდი დააგენეროს, რომ ვალიდაცია გავაკეთოთ, მერე რომ მუშაობს. კლასიფიკაციისთვის მარტო ერთი ტოკენი დაგვრჩება ფაჩისგან და ეს იქნება CLS ტოკენი, ხო? CLS ტოკენის shape-ი არის embedding dim-ი, ანუ embedding dim-ი შევა და num კლასის გამოვა. კი, ზუსტად. CLS head, ну აქ MLP არის და შეიძლება ვთქვათ კიდე MLP-ში გაატაროთ ეს ტოკენი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ახლა მარტივი იმპლემენტაცია გავაკეთოთ, მოდი. რაც იქნება linear in features იყოს კი არა უნდა იყოს out features იქნება number of classes და ესეც დავამატოთ აქ ჩვენს აქ რა უნდა დავწერო? მან 0 შეგვიძლია მივწეროთ, რადგან პირველი ტოკენია. 0 batches dimensions გვაქვს. 0 რომ მიგვეწერა პირველ batch-ს ავიღებდით, ხო? x და მერე თქვათ ეს იყოს ჩვენი output. მოდი ახლა ვალიდაცია გავაკეთოთ ჩვენი shape-ის და იმედია რაღაც error-ები არ დავუშვით. int-ებში გვაკლია, რაო, ეს num heads მოდი ამდენი იყოს ჩვენ გვაქვს embedding dimension-ი 760. რამდენი num heads გინდათ რომ გამოვიყენოთ? 8 კაი ციფრი იქნება ალბათ. 8-ზე იყოფა, ხო? 66 4 კი. Num classes უნდა იყოს 10. კაი, ესე იგი int object-ი ნატრ. Page. Super evident. View is compatible. Entry shape. კაი, აქ არ მოსწონს ესე იგი რა, k-წერტილი reshape. ეს რატომ არ მოსწონს? Q shape-ი რა არის? ჩვენი Q shape-ი არის 257-768. ვეუბნებით, რომ აიღე batch dimension-ი, აიღე number of heads, რაც არის 8. აიღე sequence length-ი და embedding dimension გაყოფილი num heads-ზე. უნდა გაცო.
Use shape. Ado წეს 2-8-800. 8 რატო 2? Q shape კი წერიათ ყველგან და Q shape შეეცვალა. Guys. Okay, chapter. Fetch size, sequence length equals simple shape. Guys, round dice argument input must be tensor, not int. It's an integer. Guys, how to call it? I want to math square root come with it. Which is multi-head attention. What's called multi-head attention. Attention is regarded as on the shape remote. The head of it, I'm opposite. The outer view shape nolly. The number of heads you got. So you can shape orida insert. And regarded from regard on the head of the mirror embedding dimension shape. I'll get that back over it. At lobos. Alright. Okay, sure. Crime mod the class with a maris wrong. How would it trans? What's right training code for the small movements? Do not change the page. Gaich generates training is got about this to throw 20 model mouchops. I must about this out. Just the guy much of it, but so that's which our group transform haptic to the guy. I got the tag, I think I don't Guac and guac, the loaded again was. Está copiat training code. Guy, окраме agent transformers უკეთებს თავის guy model გაუტრენინგოს და ნახოთ იმედია precision-ი აქვს და Guy, nachtag dat er ingaat voordat er ingaat. Zeker dat heel leuk. In place operācijā. In place operācija გავაკეთეთ სადმე? Es in place აკეთებს ამ ოპერაციას. Modules tāds გავაკეთეთ მაშინ. Let's get it in place. და X out და დავუმატოთ მე. Test. Მოდი აქ მე ეს გავხავთ X out-ი, არ არის ლამაზი პროგრამა.
უკეთესი კოდით შეიძლება, მაგრამ ნად რა იყო პრობლემა? in place ოპერაციას ვაკეთებდით და ეთყობა ავტოგრადი ვერ ტრეკავდა ვაკაც. რამე in place ოპერაცია მაქვს. ანუ in place ოპერაციაზე ეთყობა გრადიენტი ვერ ტრეკავდა ვაკაც მაქვს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს კაც პრობლემა. ან არც აჩვენებს, ხო? განეკიდე საკუთეს. Agis გამოიყო ერორი კაცო. ურიანელი. I know it is to ჩამოდის კონო. სამili არ. მოხდა 60-ს. M-ისთვის ზედმეტად მარტივი ხომ არ არის ვიტისთვის. აი გავაპატარავთ მაშინ მოდელი, იმიტომ რომ ან ლოსს არ ჩამოდის კონთ. თორე ტრეინინგ ლოსს არ ჩამოდიოდეს. თუ ჩამოდის. აუ ეს ძალიან ნელია რა. მათ პერსაის თავს და ნეტვორკსაც შევამციეთ უყოს. Osas რომ თესმით. Solves. And this. ეს გამოსილება იყოს რა solves. აშკარად არ ლოსი ჩამოდის კონე? ვა. კაი, ბუნდ დავხატეთ patch embedded. Okay. CLS tokens what count bills. Okay. Manage real tokens. Loss zero. Loss. Okay. Concentrate loss. Channels. Nice, interesting. I know ალბათ ყოველი შესწავლა აქ გვექნება ენკოდერში და სხვაგან არ წარმოგიდგენია რა შესწავლა უნდა გქონდეს ისეთი. ესე იგი რას ვაკეთებ ნორმალიზაციას, შემდეგ ვატარებ head attention-ში და შემდეგ გვაქვს ამას უმატებ x. x-ით ჭირდება მგონი. სწორედ. X იმიტომ რომ X-ი არ დასწრის. აქ X out ჭირდება. მოდი ამოვხდეს ლარი. Okay, guys, ესეთი ერორი იყო. კიდე ეს სწორია, ხო? ჩვენ ქონდა X-ი აქ დავუმატეთ. X out. X out-ი არის ბიძუღალი. X-ი არ უნდა ეწეროს კაც. აქ იყო ხაშეცდა, X out უნდა იყოს, არა X.
ნუ accuracy ადიოდა ზევით 16%-ამდე. ეხლა უფრო ჩქარაა ვაწეს. აი აქ კიდე რამ შეცდომა ხომ ესე იგი x-ი შემოდის, გადის norms, გადის multi-head tensions, უმატებთ x. Okay, x out გვაქვს. მაგათებ ნორმალიზაციას x out-ის. მაგათებ MLP-ს. და x out-ის MLP-ს შემდეგ ემატება x out-ი. და ეს ნორმალად მაგრამ ძალიან ნელადის მაინც. და მოდი შევხედოთ ან დაგმირა ამ resizing grayscale. ენის grayscale არის, ხო? ეს უნდა იყოს. Okay, ეს ადის, მაგრამ საკმაოდ ნელა. ეს აი მოდი კიდევ ერთხელ გავხსენოთ რა შეცდომა ხო არის. Value state-ი არ აქვს. Rolled max-ი არის, also the actions. ესე იგი აქ ვაკეთებთ MLP 1x-ი, activation-ი, MLP 2, activation-ი, MLP 3. შეიძლება აქ ჭირდება residual connection-ები ვითომ? მაგრამ არა არის. მე როცა დევიტის ტრენინგი ჩემი იმპლემენტაციით სიფარზე მარტო 50% ავიღე მაქსიმუმ კარგან ტრენინგის შემდეგ და ნუ სულ ეგეთი პრობლემატურია თუ მე დავუშვათ შეცდომა. ნუ ზოგადად pre-trained იყენებს როცა კიდევ თუ თქვა pre-training-ი აგინდა. მაგრამ ნუ ხო სენსიტიური იქნება ალბათ. learning rates და batch size რომის გამოიყენებ. Well, this რო ესე ნელადის საუნდს რა. კაი, მოდი რა გავაკეთოთ კიდევ ერთი hotspot. ეს აქ ტესტ. already აქ გავაკეთოთ 1. მოდი learning rate-ი ვაკეთოთ. შეიძლება კუნაზე რო ვატრენინგებ, უფრო ჩქარაველი რო ავიდეს. Amnesty-თან 28-ზე 28 არის და. უი. ეს საკრი შეიძლება რო აკეთებს, მაგრამ ნუ რავი, ახლა ის უნდა ქონდეს. მე upscaling-ს უკეთებს ის augmentation-ები. ხო. კი, მაგრამ მეტი დრო არ დაჭირდება. ხო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი დეტა არის. კაი, მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ. იყოს 28 და იყოს patch size 14. და უნდა წლები შკალი იქნება. სადაც 24. აქ შეიძლება ეს არის. კაი, დაიწყო ზემოწლა. და 1.90-ზე მინიმუმ დავიდეს. ხანრად ტრენინგის რო უფრო ჩქარი მახსოვდა, იმიტომ რომ კუდაზე ვატრენინგებ ხოლმე. Okay, კაი, ნუ ეს ადის list. ერთ-ერთი რაც მაინტერესებს არის reshape-ში აქ. Box patch size sequence length embedding dimension.
აქ ეს სწორად ყოფს თუ არა და სწორი მას აკეთებს. შეიძლება. ეს მაგეთას. Sky, ეს არის ის. ისოთან ერთი ეპოქა გაიაროს და რამდენზე ავანახოთ. ეთემის და ჩეკომინდა თუ სწორად ყოფს ინტერესებს. და წარმოიდგინოთ რომ გვაქვს ეს თემატიკა. თქვა საიზი იყოს 1 იყოს, პატრა სეკუნდეს რავი. 4. და embedding dimension იყოს ფორმალით. და მას გავუკეთოთ reshape, სადაც page size არის 1, ან heads არის როგორც ახალი კონსოლი. Sequence length არის 4. და ეს ის აპლიკორ და სანამ სტრინგზე ამათ ვალიდაცია რო გავაკეთოთ. აი, ნახეთ ხაბარ უკეთავად ესე იგი. ჩვენი მოლოდინი არის რომ embedding dimensions ან ჩვენი embedding dimension არის ეს, ხო? მაგას გაყოფს იმენ ნაწილად. ეს გაყვა, ეს გავუშვა აქ. 0.13 გავუშვა აქ. რაც ნიშნავს, რომ ამისი ენურლე page size რო ავიღოთ 0. იქნება ეს, ეს კონჩესტომა არის. ხედავთ? ხედავთ რა შესწომა. ხო გვინდა რომ embedding dimension-ი გაყოს სხვა head-ებში. ჩვენ აქ რო ვაკეთებთ ამას. ჩვენ რას მოვედით, ხო? ჩვენ გვაქვს Q. ეს არის მთელი embedding dimension. ჩვენ გვინდა რომ ეს embedding dimension-ი პირველმა head-მა მიიღოს რაღაც ნაწილი, მეორე head-მა მიიღოს რაღაც ნაწილი. ჩვენ აქ ხედავთ რომ ეს ხარ უნდა იყოს 4 ცალი უნდა იყოს პირველ head-ში. და მეორე 4 ცალი უნდა იყოს მეორე head-ში. მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ესე არ არის sequence length-ი გაიგო. და არა embedding dimension. ამდენად ხონთხოვნად ავიდე. ასე რომ აქ გვაქვს error. ის გასაგებია ეს. ანუ reshape სწორია, მაგრამ reshape როგორ ვაკეთებთ? ეგ არის არასწორი. აქ უნდა გავაკეთოთ share sequence length. რომ მიიღდეს torch-ი რომ ბოლო ის გაყოს, ბოლო dimension-ი გაყოს და მე გავაკეთოთ transpose. ეს გასაგებია? ანუ აქ ეს პარადა მაგალითად Q ქონდა ეს ერთი row ხო არის მთლიანი
embedding dimension. ანუ ერთი ტოკენის embedding dimension. ჩვენი ნამ head-ზე გაყოფამ რა უნდა გააკეთოს, რომ რო გვაქვს 8 ცალი embedding dimension-ი, 4 ცალი embedding-ი უნდა გავუშვას ერთ head-ში, 4 ცალი embedding-ი ერთი ტოკენის უნდა გავუშვას მეორე head-ში. ჩვენი სინტაქსით გავაკეთეთ reshape-ი და რას ხედავთ, ესე იგი, მეორე ხო არის ნამ head-ს ჩვენს ტერიტორიის dimension-ში. ხედავთ რას, რომ ჩვენი ერთ-ერთი embedding-ი არ განაწილდა სხვა head-ში. ანუ როგორც manually head, ანუ მთელი sequence length-ი არის ერთ head-ში. ხედავთ, ანუ 0.18, 0.87, 0.98, 0.40, ჩვენ ველით მე რომ ამ ნაწილს ნახავთ მეორე head-ში. მაგრამ ამ ნაწილს მეორე head-ში რო ხედავთ. და ეს არის error. Так, რას ვაკეთებთ, ესე იგი, ჯერ ამას გავყოფთ, ესე. აი როგორ იქნება დასწორი. ესე გავყოფთ ჯერ. ხო? და მე გავაკეთებ ტრანსპოზირებ. 1-ის და 2-ის. ხო? აი ხო ხედავთ. ეხლა ჩვენ პირველ head-ში ვნახეთ, რომ sequence length-ის 4 embedding dimension-ი არის და მეორე head-ში ვხედავთ, რომ არის მეორე ნაწილი embedding dimension-ის. ეს გასაგებია? რა ბაგი იყო? ოკეი, კაი, მოდი ახლა ეს გავასწორო და თავიდან გავუშვით. კი, მაინც დაატრენინგა, იმიტომ რომ ის იმდენად პატარა. პატარა ის არის და მაგრამ 96 მივიღეთ, რაც მგონი დაბალი არის იმისე თუ სწორად მახსოვს. ასე რომ მოდი გავასწოროთ. ესე იყოს და მე ტრანსპოზი გავაკეთოთ ერთ დავარს. რომ ისე და ისე ისე ჩვენ ვიდა რომ sequence line მატრიცა მივიღოთ. აი და დავატრენინგოთ. ხედავთ ხა ამდენად ჩქარა იმატებს. ხო? იმიტომ რომ ანუ გავასწორეთ თავი პრობლემა. ანუ იმ შემთხვევაში, ანუ ასეთი ბაგი არის ყველაზე ცუდი ბაგი ტრენინგში. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში ხა ტრენინგდება ხო მოდელი. 96-ზე ავიდე, მაგრამ აი ვერც კი გარკვევდი რომ რაღაც ერორი გაქვს. თუ თქვათ თავიდან ის არ დატრენინგდებოდა კარგად. რაღაც ესეთი ბაგები ყველაზე რთული ასე და ასე თქვათ გამოსარჩევია რა. კაი, მოდი ახლა ერთი ეპოქა დაასრულოს და დავამთავრებთ. რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ასეთ from scratch პროექტებზე ალბათ დებაგინგი ყველაზე რთული არის, იმიტომ რომ ყველაფერი შენი აწყობილი რო არის, არ იცი სად რა ხდება. კი, ზუსტად. მაგისთვის არის რომ მე შეგიძლია ეს from scratch დაწერე. რაღაც ოპერაციას დაიმპლემენტირებ, ტესტები დაწერო რა. რაღაც დამი input-ი აიღო, მაგალითად 1 2 3 4, სადაც იცი გასელოდები ამ შენი ოპერაციისგან და ეგ ტესტები რო გაიაროს. და თქვა სანამ ტრენინგს დაიწყებ, რომ ეგ ტესტები გაატარა შენი მოდელის სანამ დაიწყებ იმპლემენტაცია ტრენინგსაც. მაგრამ ახლა მარტივად პოვეთ თვალში ყველაფერი, მაგრამ ცოტა დიდი მოდელზე სადაც სხვადასხვა ფაილში რაღაცები გული არის პოვნა ესეთი ბაგებს. განსაკუთრებით როცა ტრენინგდება. თუ არ ტრენინგდება, პოვნა კიდე ასე თქვა შესაძლებელი არის, იმიტომ რომ იცი რომ რაღაც ერორია, მაგრამ ისე შემთხვევაში როდესაც არ იცი რაღაც ერორი არის, ნამდვილად რთული საპონელი არის. მაგრამ ფაქტობრივად მაგ შემთხვევაში მეტი პერფორმანსის მიღება შეგეძლო, მაგრამ ვერ იღებ, იმიტომ რომ ბაგი გაქვეჩი. აი, ნუ ეს ადის ემოთ და ალბათ ერთი ფოკუს აი რაღაცა ჩაوارد წუთი დარჩა. აი, რამე კითხები, ხო? სანამ ეს ტრენინგდება. ეხლა აქ ჩვენ ნახეთ, რომ ფაქტობრივად რატო არის ტრანსფორმერი ასეთი მაგარი. იმიტომ რომ ყველა input შეიძლება გადააკეთო ტოკენებად. და მე ეს ტოკენები ერთად ჩავარო. აი, წარმოვიდგინეთ, გაქვთ
სურათის ტოკენები გაქვთ, ტექსტის ტოკენები გაქვთ, აუდიოს ტოკენები გაქვთ, ვიდეოს ტოკენები, რომლებიც რამდენიმე სურათი არის იყოლებით. ანუ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ეს ერთ სიკვენსში ჩავყაროთ და ვთქვათ ვიდეოს ტოკენებს გქონდეს attention-ი ტექსტის ტოკენებთან. იმიჯის ტოკენებს, sound-ის ტოკენებს და ასე შემდეგ. ანუ რადგან ერთ სივრცეში ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი მოვაქციოთ. მაგიტო არის ასე ვთქვათ ასეთი მაგიტო არ არის ძლიერი ტრანსფორმერი, მაგრამ მაგიტო არის ასე ვთქვათ ასეთი versatile სურათი. ხო. იდეა. ხო, ну, რასაც ვთქვათ, ვერ გავაკეთებთ კონვოლუცია რო იყოს. კონვოლუცია რო არის, გვაქვს 2D input-ი ხო და ეხა 2D input-ში ტექსტების გადაყვანა, ну, არ არის ასე ვთქვათ. აი, ან ვერ 2D უნდა გავშალოთ და ისე იგი პრინციპში შეიძლება, მაგრამ მე გამოდის რომ ფაქტორად ტრანსფორმერის ვიდეო ტრანსფორმერის იმას ვიღებთ. ტოკენებს თუ გავშლით მაგას. კონვოლუციის შემდეგ. ხო. აი ეს vision transformer-ი თუ ვთქვათ, კარგი იქნება თუ სახში. შემდეგი ლექცია კვირას მაქვს როგორც ჩვენთან და სხვა ლექციები გაქვთ ამ კვირაში? გონი სამშაბათს პროგრამა. კი. სამშაბათს გვაქვს 7 საათზე. რაზე არის ეგ ლექცია? Contrastive self-supervised learning. Okay. Contrastive self-supervised clip-ი, ხარ clip-ი არის, clip-იც არის. Okay, interesting. ხო, სამშაბათს მე არ ვიქნები, კვირას გვექნება მერე Sweeney-ის არქიტექტურა. რაც არის გამოძებისებული vision transformer-ში. ხედავთ რა ის წავიდა 90-ში. learning rate-ის რაღაც hyperparametrების tuning-ით შეგვიძლია ავიდეთ კიდე ზემოთ, მაგრამ ესეთი იმპლემენტაციიდან ცუდი არა. კაი, კიდე რა კითხვები გაქვთ თუ არა და დავიშალოთ. მე არ მაქვს კითხვები. შენი მაშინ მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. მადლობა ნახვამდის. კარგად.